მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ესეთი თემით, რასაც არ ელოდები, ის მოხდება. ჩემთვისაც, თქვენთვისაც. მოგესალმებით ყველას ჩემ გამომწერებს და სტუმრებო გამოიწერეთ ჩემი არხი არ ინანებთ. დაგვიმეგობრდით. დავიწყოთ აბა. რასაც არ ელოდებით, ის მოხდება. ნახოთ რა მოხდება. იცით რა არის? ახალ სიტუაციებს, ახალ გარდაქმნებში შედიხართ, გოგოებო, ბიჭებო, ქალბატონებო, ეს რაზეც ნერვიულობდით და თქვენ თავს იბლოკავდით და საშუალებას არ აძლევდით გასაქანს თქვენს თავს, როგორც ბრწყინავდით, ხო, ისევე რომ იბწყინოთ, ხო, ახალ ვარსკვლავში შედიხართ, გაუშვით თქვენი ენერგიები, შეუშვით ეს კარგი ენერგეტიკები, რასაც სამყარო გაძლევთ. ძალიან თბილი, მოსიყვარულე, კარგი სიყვარული გელოდებათ ჩემო კარგებო. აუცილებლად ადამიანი ესე იგი სულ სითბო ამოდის, იმდენი სითბო მოდის თქვენგან, გადაათამაშეთ გოგოებო ბიჭებო, სულიერად ვკითხულობ მე, ძალიან დიდი სითბო მოდის, გამგზავრებას აპირებთ სადღაცას და გაემგზავრებით აუცილებლად, რაც აქამდე არ მოხდა და ვერ შესრულდა. ბევრს შეიძლება მოგზაურობა გიყვარდათ და რაღაცა ნეგატივებს და ჩაკეტვების გამო არ გამოგდიოდათ. ზოგს აქ საბუთებს ელოდებოდით და ის არ გამოგდიოდათ, კრედიტებს ელოდებოდით, არ გამოგდიოდათ. ეს ყველაფერი გაიხსნება, გაივლით გზას, მზეც თქვენთან არის, მთვარეც, ვარსკვლავებიც და მთელი პლანეტები, ჩემო კარგებო. ბავშვებთან გამოგისწორდებათ ურთიერთობა, ვისაც პრობლემები ჰქონდათ, გულის ტკივილი, შვილებთან დაკავშირებით პრობლემები წარსულიდან, ეს აუცილებლად რატომღაც წამოიწია ბავშვებზე თემა. აი, რასაც არ ელოდებით, ის იქნება. თქვენი გულის ტკივილი დამთავრდება, ჩემო კარგებო. გაიკვლევთ გზას, აუცილებლად დასრულდება, აი, ბოლო წერტილამდე მიდის თქვენი ეს ტკივილი, ეს გაცრუება, რომ გატყუებდნენ, რომ გიღალატეს, ეს ყველაფერი ჩაივლის და მოდის ახალი ვარსკვლავი, ახალი სიტუაცია, გზების გახსნა, განვითარება, კარიერაში გინდათ წინსვლა, ხელოვნება წინსვლა, პირადი ბიზნესი წინსვლა, ურთიერთობა წინსვლა, დახმარება, ფინანსური დახმარება მოგდით, გენაცვალე, რასაც არ ელოდებით. აქ თუ ორსულობა დაფიქსირდა, ტყუპები დაფიქსირდა, ან უკვე ყავთ ტყუპები და წარმატებები გელოდებათ, ფულადი ჯილდო გელოდებათ სამყაროსგან, საიდანაც ელოდებით და საიდანაც არ ელოდებით. ტუზ პენტაკლი, ორიანი პენტაკლი, ღმერთო ჩემო, თვითონ მთვარე გელოდებათ რა არის, რასაც ელოდებით, მთვარე გაძლევთ ამას. ღვთისმშობელიც გეხმარებათ ამაში, ძალიან კარგია. ანუ ძალიან დიდ თანხებს წაეთამაშებით, მინდა გითხრათ. ანუ არ დაგაკლდებათ ფინანსები, რასაც არ ელოდებოდით და რას რო ელოდებოდით და აი ესე უცებ არ მოხდება, ხო? აუცილებლად მოხდება, აუცილებლად დასრულდება. ვისაც გადანაწილება გინდათ შვილებზე, ან წრეებზე დაკავთ, ან რაღაცა ესეთი სიტუაცია გექნებათ, აუცილებლად იქნება გამოვათ. ყველაფერი ბინა გინდათ იყიდით, აუცილებლად. ათიანი პენტაკლი, ქორწილი, ხელის თხოვნა, ჯვრის წერა, ნათლობა, შეერთება, დაწყვილება, ახალი ნაბიჯები, ახალი ნაცნობობა, ან თუ ხართ უკვე ახალ ნაცნობობაში, თქვენი ბედიღბალია ეს, ნახეთ, ფორტუნა ეტყობა, სულიერად ამოვიდა, ბედის ბორბალი, იცვლება, რაც ეს ნეგატივისგან გქონდათ, ჩაკეტილი, ნახეთ რა კარგი რაღაცეები ამოდის, ჩემო კარგებო. მტერს ბუმერანგი უბრუნდება, თქვენი ბედი, თქვენი იღბალი, ჩაკეტილი რომ იყო, ხო, აი ამ ცხრიანებით და
არეული გზები რო იყო, ხო? აი ეს ნავსი, რაც თქვენზე კოდი იყო დადებული ნეგატივის შავი მაგიიდან, ეს მოიხსნა უკვე და წინ გადიხართ. ძალიან დიდი გახარება ღმერთო ჩემო, სიყვარული, გამართლება, თვითონ სიყვარულის ანგელოზი გლოცავთ. ნახეთ, აქ ბედის ბორბალი, მეფე მოდის, ბიჭებო, თქვენც დაოჯახდებით, აქ ამოდის შვილები, ოჯახი, დედმამიშვილებთან, ვისაც არ გქონდათ კარგი ურთიერთობა, სამწუხაროდ იმათ, ვინც ნამდვილად მტრები არიან, ესე მეუბნებიან ბუმერანგი წაუვიდათ და ვისთანაც კი შვილებში ან და-ძმებში ან ერთმანეთში ქონდათ ცუდი ურთიერთობა, ეს შუღლი დამთავრდება და ვინც ჩაერია თქვენს ურთიერთობაში და თქვენს სიყვარულში, ეს აუცილებლად ბუმერანგი წაუვა და თქვენ გამოგისწორდებათ ეს სიტუაციები ნამდვილად კი ნაბიჯებს გადადგავთ, შეხვედრები იქნება, რასაც არ ელოდებით, აი ეს გაუწონასწორებლობა, აი ეს ნეგატივი, ეს საფლავებზე გაკეთებული ჯადოები, სურათებზე გაკეთებული ჯადოები, ყველაფერი გაიწმინდა, კიდე იწმინდება, გააგრძელეთ აუცილებლად, წინ წახვალთ, წინ, ისევ მთვარე გეხმარებათ, მეგობრებო, კი, ნამდვილად, აგე ახალი გზები გამოჯამრთელება, ვისაც ფეხები გაწუხებთ, გამოჯამრთელდებით, უკვე გამოჯამრთელდით, სახსრების სისხლძარღვები, უკვე გამწვანე კაბა გაცვიოთ, ბიჭებო, ეს თქვენზეც მწვანე მუნდირი წარმოიდგინეთ. აი ეს დიდი უსიამოვნება დამთავრდა, კარები დაიხურა, გარდასახვა მოხდა თქვენ ცხოვრებაში და მოხდება კიდე და წინ წახვალთ და ახალი გზები გაიხსნება, ახალი კარებები შეიღება, სადაც არ უნდა შეხვიდეთ, ამერიკის ვიზა, კანადას ვიზა, ესე მეუბნებიან, ძალიან დიდი გარღვევები გექნებათ, ჩემო კარგებო, საოცრება, სასწაულები, ძალიან კარგი, ამას რაჯობია. უყურეთ, რას მეუბნებიან, ესე იგი თქვენ წყევლა, კრულვა, ვინც ესე იგი თქვენსკენ გამოუშვა, ხო? ვისთანაც ამხანაგობდით ადრე, აქ გოგოები ამოვიდნენ, უკან ეხა თვითონ ჩამოეკიდათ სიტუაცია, თვითონ ამობრუნდნენ უკან, ესე იგი ფულადი ხელი, ფულიც კი ესე იგი გაუჭუჭყიანდათ, აღარ შეძდით ის ფინანსები, ან თუ შეძდით სულ ნემსებში და სულ ექიმებში და სულ ცუდ სიტუაციებში მოიხმარენ. ნუ რა ვქნათ, ეს ჩვენი ბრალი არ არის. თქვენ კი გოგოებო და ბიჭებო, მაღალ საფეხურზე ახვედით უკვე და ანუ როლი შეიცვალეთ ცხოვრების და შეიცვლით, თუ იყავით მაგალითად ესე ამოყირავებული გოგონა ან ბიჭი, იქნებით მეფე ან დედოფალი პენტაკლების მიხვდით, ხო? და ცხრიანი პენტაკლი ფულზე რო გქონდათ დადებული აი ეს წყევლა, აი ეს ყველაფერი უკან გაუბრუნდა, აი შვიდიანი კვერთხები თქვენ ჯანმრთელობაზე, თქვენ სულიერებაზე, აი ეს ჩაკეტილი რო იყო, რო არ იცოდით გაგეგრძელებინათ თუ არა, ან ბევრს რომ მუშაობთ, ჩემო კარგებო, ბევრს მუშაობდით საკუთარ თავზე, საკუთარ წმენდებზე, რიტუალებით, ხო და გეგონათ არ გამოდიოდა, ნამდვილად გამოდის. გამოდიხართ აი ამ ჩაკეტილი იზოლაციიდან, ვისაც აქ მეუნებიან შეიძლება ციხეც იყო, გამოდიხართ, ან ციხესავით ჩაკეტილი სიტუაციიდან და თქვენი ფორტუნა ისევ თქვენ გიბრუნდებათ, გოგოებო, ბიჭებო, ისევ თქვენ. გასაგებია, კიდე აბა რა არის, რას არ ელოდებით და რა მოხდება? აქ უნდა გააგრძელოთ მუშაობა ფინანსებზე, გაწვდიან კი იმუშავეთო, სამყარო გეუნებათ, იმუშავეთ და აუცილებლად დამკაში გადიხართ, ჩემო გოგოებო და ბიჭებო. სულ მაღალი არქანები გიჯდებათ, ღმერთო ჩემო, რა საოცრება, ფინანსებზე, შეხვედრები, სადაც გადაწყვეტილი გაქვთ, შეიძლება იქ არ მოხდეს უცებ რაღაცა შეიცვალოს, მაგრამ მაინც მიდიხართ გზაზე, მიხვდით? ან ისევ იმას დაეხმარებით იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს თანხა ქონდათ განკუთვნილი, მაგრამ აქ გამგზავრება, შეხვედრა იყო, უფრო ოჯახის
წევრებთან, შვილებთან, საყვარელ ადამიანებთან, სისხლით ნათესავებთან, მაგრამ თქვენ შეიძლება იმ წუთას აღარ მოხდეს ეს შეხვედრა, მაგრამ გადანაწილება მოხდება სამყაროსგან ამ თანხების, იმიტომ რომ ამ თანხებს მაგათ მოახმართ თქვენ და ისევ თქვენ იქნებით ბედნიერად, თქვენ კიდევ ისევ გააგრძელებთ თქვენს მუშაობას და დიდი ფინანსები შემოგდით, გოგოებო, ბიჭებო. აქ ამოდის ესე იგი მიღწევები, რაც დასახული გაქვთ თქვენ და დიდი ხანია ჩაფიქრებული გქონდათ, პატარა ნაბიჯებს გადადგავთ, გოგოებო, ბიჭებო, ვინც სწავლობთ, ვინც კოლეჯში ხართ ან უნივერსიტეტში და ახალ ნაბიჯებს დგავთ ცხოვრებაში, ხო? მიაღწევთ, რაც დასახული გაქვთ, მაგრამ იცით რა არის, რაღაც საბუთს დაუკვირდითო ან ფურცელს ან რაღაცაზე, აი გეუბნებიან, რომ გამოდიხართ ამ პრობლემიდან, ან კონტრაქტი უნდა შედგეს რაღაცა, გამოდიხართ და ამაში მეფე პენტაკლების მამაკაცი გეხმარებათ, იცით? გეხმარებათ შეიძლება იქვე სადაც სწავლობთ ან მუშაობთ, იწყებთ მუშაობას, ან ბანკში იწყებთ მუშაობას, ხო? აი ამ სისტემაში, სადაც მენტალურად, აზრობრივად ტვინით მუშაობენ, ხო? გადიხართ დამკაში, აუცილებლად გადიხართ. კი, ჯერჯერობით ხელის შემშლელი ფაქტორები არის ისევ, მაგრამ გამოდიხართ, აი გენოცვალე ოჯახში ბედნიერება, რაც ესე იგი თქვენ ეხლა დაჯდა ეს სიტუაცია, რომ გამოდის, განახლება მოდის ემოციების გაწმენდა, ურთიერთობის გაწმენდა, დალაგება ნელ-ნელა თვითონ ან შვილები, ან ოჯახის წევრები, ვისთანაც ძალიან ესე იგი მტრული ურთიერთობა არ გაქვთ, ისევ ოჯახი დაჯდა და სისხლით ნათესავები, გამოდის სიტუაცია, გამოდის და მუშავდება, ანუ იმ ადამიანებს უკვე ტვინში ჩაუვიდათ, ჩაუდეს სამყარომ ისეთი აზრები და ის მიხვედრები, რომ ესე იგი თქვენ არ იყავით არაფერში დამნაშავედ და ეს იყო გარე პირებიდან, ცოლიდან, ქმრიდან, რძლიდან და სიძიდან და ასე შემდეგ, ხო? მულიდან, დედამთილიდან, სიდედრიდან, აი ძმაკაციდანაც და დაქალიდანაც ვიტყვი, ესე მეუბნებიან, რომ გამოსწორდება სიტუაცია, გამოსწორდება და ის ადამიანები, რომლებიც თქვენ, ესე იგი, თქვენზე დეზინფორმაცია ქონდა, ხო? მობრუნდებიან, ჯერჯერობით არა, მაგრამ მობრუნდებიან, უკვე დაიწყო, ჩაშვებულია განახლება. აო, ის აოცრება, ხედავთ? კი, მიდის მეორე 4-4-ში, ესე იგი სერიოზული გაჩერებები იყო. ვიღაცა ქალს აქ აბრატკა წაუვიდა, იცით, ვინც თქვენ შეგიჩერათ ორმა ქალმა, ადრე იცნობდნენ ერთმანეთს, ან ხელოვნება იგივე სპორტია, შეიძლება სპორტში იყვნენ, შეიძლება ამეცადინებდნენ, შეიძლება რა ვიცი, რას ასწავლიდნენ, ხო, ორი ქალი დაფიქსირდა, მაგრამ როგორ არის, იცი, ორივე არ მოწონხართ, ორივეს ზულხართ, სერიოზული აქ სიძულვილია და ამათ ეხლა ეგენი გაჩერდნენ, მაგას მეუბნებიან, მიხვდით, ხო? ის ენერგიები, რასაც თქვენ გწოვდნენ მაგიის საშუალებით, გაუჩერდათ ყველაფერი, ესე იგი, შემოსავლის წყარო, ემოციები გაეყინათ, აი ეს მოხდება. თქვენ კი ჩემო კარგებო, განულდებით, ახალ ნაბიჯებს გადადგავთ, ისევ მოგზაურობა დაჯდა, ან საქართველოში ჩამოდიხართ, ან საქართველოდან მიდიხართ, მიხვდით, ხო, ესეთი სიტუაციები და თუ ელოდებოდით საბუთს, ფინანსებს და მოქალაქეობას და ასე შემდეგ, აუცილებლად სამართლებრივად გადაწყდება, თქვენს სასიკეთოდ გადაწყდება, ძალიან კარგი. აბა კიდე რას არ ელოდებოდით და ის მოხდება. იცით რა არის? პატარ-პატარა ნაბიჯები, ეს უკვე ბავშვები დაფიქსირდა, შვილები დაფიქსირდა, ზოგი ესე იგი მართლა ნეგატივისგან არ არიან კარგად ან არ იყვნენ თქვენთან ურთიერთობაში კარგად, მაგრამ გამოჯანმრთელდება, აი უყურეთ, შეხვედრებია, სწრაფი შეხვედრებია და სწრაფი გამოსვლა სიტუაციიდან. აქ აი უყურეთ, სამართალი დაჯდა და რვიანი კვერთხები უსწრაფესი კარტია ტაროებში. ნახეთ, აი შვილებთან, აჰა, პაჟები დაჯდა, სუ პაჟი, 4
ოთხიანი ოთხიანები რაც შეჩერებული იყოს საქმე, აი რას არ ელოდებოდით და რა მოხდება, ახალი ამბები, აქ მოხდება ჯერ ზემოძალებიდან დაილოცოს უფლის ძალა სამყაროდან და მერე კიდე მოხდება თვითონ სასამართლო გადაწყვეტილება, თქვენ სასიკეთოდ გამოიტანს ვერდიქტს, ასე დავარქვათ, ხო? ძალიან კარგი. ნუ ტუზი კვერთხები, ნუ წინსვლა, ან თქვენ გაგიძლიერდებათ ისევ ეს თქვენი ინტუიცია, ვისაც გააქვთ, ხო? მესამე თვალი, ისევ ესე იგი დაიწყებთ თქვენს მენტალურ ფიქრებს, დახშობილი რო გქონდათ, ხო, ეს თავი, ხო? ისევ გადადგავთ ნაბიჯებს, ისევ სიყვარული იქნება გოგოებო, ბიჭებო, ისევ ან ჩემი რიტუალების დახმარებით აჯობებთ, ესე იგი, მოწინავე ადამიანებს აჯობებთ, გესმით რაშია საქმე? მიღწევები გაქვთ ძალიან დიდი, ძალიან ახალი მიღწევები გაქვთ, ახალი მიღწევები. აი ეს სამართალი ტყუილა არ დაჯდა და ვერხოვნაე ჟრიცა, ტუზი ჟეზლავ, კვერთხები რებს ლაპარაკობთ, ეს არის გარღვევა ცხოვრებაში, გარღვევა, ახალი ეტაპი, რასაც თქვენ ამდენი ხანი მუშაობდით და ნუ სიტყვა მუშაობა ყველამ სხვადასხვანაირად გადაათამაშეთ. ცხოვრების ყველა ეტაპზე ვიძახე, იცი, აი უყურეთ მეფეთ ასები, აქაც გინაცვალე, ორი მეფეთ ასები ყავს, 303, ესეთი ტაროა, აქაც ნახეთ სამიანი პენტაკლი. აი თქვენი ფინანსები იზრდება, ან ხალხს ასწავლით, ან რაღაცა ნივთებს აკეთებთ, არა აქვს მნიშვნელობა, ხო? ან აი აქ სამართლიანად ვინც გებრძოდათ, ხო? არაფერი არ გამოუვა. უკვე პატარ-პატარა ნაბიჯებს კი არა, უკვე დიდ ნახტომს აკეთებთ ცხოვრებაში, მეგობრებო, და აი ეს მოხდება, რასაც არ ელოდებოდით სამყაროსგან. მადლობა სამყარო. ძალიან დიდი გარღვევაა, გოგოებო, ბიჭებო, ძალიან დიდი გარღვევა. ან ბიჭებო ისეთ ქალს და მანდილოსად დაიყენებთ გვერდზე, ნუ გინ ცოლი დაარქვი, გინ მეგობარი, ხო, გინ ცხოვრების ადამიანი, ცხოვრებისთვის გვერდში, ხო? აი რომ გაგწევთ წინ, მიხვდით, ხო, გაგწევთ წინ და ესე იგი უფრო აგამაღლებთ და გოგოებო თქვენც ასევე. ისევ მეფეთ ასები, ახალი სიყვარული, ახალი პიროვნება, დიდი სითბო, პარტნიორის შერიგება ამოდის, რაც ესე იგი უსასრულოდ ელოდებოდით და არ გამოდიოდა, ხო, მსოფლიოს მასშტაბით, ან შორიდან გაიცნობთ, ან შორს არის და შერიგდებით. აი ეს შუღლი აღარ იქნება, მიხვდით, ხო? ახალ დაწყებებს გააკეთებთ, ორი ტუზის მესამეც არის პენტაკლი შიგნით. ესე იგი დიდი ძალა გექნებათ, დიდი ძალა და არ გაუშვათ, გონივრულად გამოიყენეთ ეს, გონივრულად, იმიტომ რომ აგერ კიდე ამოდის 10-იანი თასები, დიდი ჰარმონია, ეს თქვენი მარტოობა დამთავრდება, ვინც გებრძოდათ, ხო, იმად ბუმერანგი სულ ჩამოენგრევათ ყველაფერი და თქვენ ისევ თქვენს კარონას დაიხურებთ თავზე, მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო, ნამდვილად ახალ ნაბიჯებს გადადგავთ ოჯახში, გახარება, გამრავლება და ყველაფერი კარგი. ძალა ნახეთ, გოგოებო, ბიჭებო, როგორც იცით, აი თქვენ თვითონ დაგანახებენ სამყარო და ისეთ ხალხს შეგახვედრებენ, რომ სად მიხვიდეთ, რომელ სამსახურისთვის გინდათ, რომელ ხალხს მიმართოთ, ფინანსების გაფართოებული წყარო, საიდანაც არ ელოდებით, იქიდან შემოგდით და ესეც სად წაგიყვანთ, თვითონ წაგიყვანთ, მიხვდით, ხო, ეს ძალა გიგზავნიან, დაცვის ქვეშ ხართ, დაცვები ვისაც გიყენიათ, ძალიან კარგად მოქმედებს, ძალიან კარგად. აგერ თქვენს ფინანსებს გაი 1000 მაგებთ, დიდი ძალა, დიდი ენერგია გიბრუნდებათ უკან. თქვენი წინაპრები გეხმარებიან, სანთელი დაუნთეთ, პარაკლისი ჩაუტარეთ, მეუბნებიან. ესე იგი დაცვა ვახსენეთ და დაცვა ამოვიდა. თქვენ მისთვის, ხო, თქვენი წინაპრებისთვის ხართ, ესე იგი ძალიან ძლიერი პერსონა და გინ თქვენი ნათესავები, გინ სისხლით ნათესავები და არასისხლით ნათესავები, ხო, მტრები გებრძოდნენ, ხო, ისინი ისჯებიან, ვინც ხმლებით მოვიდა, ხმლებითვე მიდიან, ხედავენ, ესე იგი წინაპრები გეუბნებიან, ეს იმათი გადმოცემაა, რომ ჩვენ ხედავთ, რომ შენ ბრძოლობ და ფარხმალს არყრი და გეხმარებით, ჩვენი დაცვის ქვეშ ხარ. აი ესე ამბობენ, გოგოებო, ბიჭებო, სულ გამაჟრიალა ტანში. აქ თქვენს შვილზე რაღაცა დარტყმა კონკრეტულად
კონკრეტულად ბიჭზე, მოზარდზე შეიძლება 30 წლამდე აი ესე იცით რა არის, მაგრამ აქაც ამოდის, აქ ვერხოვნი ჟრიცა, აქ ვერხოვნი ჟრეც, ესე იგი ქურუმი ქალი და ქურუმი კაცი. ძალიან დიდი ძალაა თქვენზე, ძალიან დიდი ძალაა. შეკრული ხართ ყველანაირად და გიცავენ, არ შეგეშინდეთ, ჩემო კარგებო. ხედავენ რომ ცხოვრებისთვის ბრძოლობს ეს თქვენი შვილი და თქვენ ეხმარებით სხვათა შორის მეუნებიან წმენდებს უკეთებთ ზოგ-ზოგი 1% და გამოდის აი ამ სიტუაციიდან, ან უკვე გამოიყვანეთ ამ სიტუაციიდან. ძალიან კარგი, უძლიერესი ტაროები ამოვიდა, ჩემო კარგებო. ანგელოზი სიყვარულის, ანგელოზი გამრავლება, გახარება, ორსულობა დაჯდა, ისევ ტყუპებს მეუნებიან, მზე ახალი ნაბიჯები, ახალი აღმოჩენა, აგერ ფული გენაცვალე შვიდიანი პენტაკლი, რასაც მუშაობთ, გარღვევა, დიდი გარღვევა, მეგობრებო, დამტრებს ნახეთ, დასრულდება ეს წვალება, მართლა რომ ესე იგი დასამარდება, არ გამოვრიცხავ რომ ვინმე მტერი დაიღუპოს, ეს უკვე არც ჩემზე არაა დამოკიდებული, ეს სამყაროზეა დამოკიდებული, ვინც თქვენ გებრძოდათ, ექვსიანი თასების შეხვედრა, შერიგება, გამრავლება, გახარება, აგერ 4-იანი პენტაკლი, რაზეც ესე იგი ფინანსებზე იყავით შებოჭილი და ეს ჯადო იყო დადებული, ხო? არაფერი აღარ გამოვა, აი უკან მისდით, ეს ყველაფერი სიღარიბიდან გამოდიხართ, ჩემო გოგოებო, ბიჭებო და თვითონ მტრებს, აგერ მტრებს წაუვიდათ უკან, ნახეთ რითი დამთავრდა სასწაული, ისევ სამართალით დამთავრდა და სამიანი თასები გაიმარჯვებთ და იქნებით წარმატებულები ყველაფერში აბსოლუტურად, რაშიც კი ხელს გიშლიდნენ, მეგობრებო. ძალიან კარგი, გამოიწერეთ ჩემი არხი სტუმრებო, დამელოდეთ ავკრიფო, ეს უმშვენიერესი ტარო, ეს იგივე ამინია, მოიწონეთ ვიდეო, ეს თქვენი იგივე დაცვა, მე არ ხუმრობ, ძალიან ბევრი ნახვებია ხოლმე და მოწონებაც არის, მაგრამ ალბათ გავიწყდებათ. ზოგი შეგნებულად არ წერს და აი არ აჭერს მოწონებას და აი მაგ შეგნებულობით უკან მოგიბრუნდება, ვინც არ უნდა იყო, გამგები გაიგებს, ისევ ჰარმონია, ისევ 10-იანი თასები და ფული. მოკლედ ჩქარობს და მორბის თქვენთან. მეგობრებო, თქვენთან იყო ნინია. ძალიან მიყვარხართ. მომავალ შეხვედრამდე.